ამდენი შავები რას ნიშნავს მა? რა შავები? ბიჭო, რავია, Black Sabbath რამე როკ-ენ-როლი. Black Sabbath სპონჩი და არა, Black Sabbath სპონჩი. კეპით რამეს მალავთ? არა, მე მალავ შეჩი. რავი, შენ გაქვს მაინც. მალავრა ვინმე აქვს იმის ილუზია, რომ გაქვთ მა? არა, მაგრამ აი ესე ხო იცი ახე სპეციალ შეივი რაღაცა. ირინა შეიკი. შეივი გავაკეთე. ირინა შეიკი სერიოზული, smart შეივი თუ რაღაცა. მაგარია ესეჩო. ბიჭო, ვიღაცამ გამოგვიგზავნა. ეშტონ, ვიღაცამ გამოგვიგზავნა ერთჯერადი ვეიპები. არ ვიცით ვინ. ეჭვი გვაქვს რომ შეიძლება ვეიპორია იყოს, მაგრამ ბოლომდე არ ვარ დარწმუნებული. ბიჭო, ხო და კონდეს. ეს საჩუქრად. მოურიდე. არა, ერთი ნაბას დაარტყი და არა, კონდეს. კარტრიჯებია? არა. ვის? ჩვენც არა. ამას არა აქვს. იმიტომ რომ მე რაღაცა ვეიპი მაქვს სახში. კონდეს და კაცო ვიხუმ. არის რაღაცა ბრენდი, აი როგორც Vox-ის კომბი, აი არ თქვა. არ ვიტყვი, ანუ არ მახსოვს, რაღაცა ტოპ ვეიპი არის რა და მუშაობდა. რა და ვიყიდე ეს Z-ი ჩავასხი რაღაცა და შენი ძახი არაერთჯერადი ტიპი იყო, რომელსაც ხო, სასხავდი. მაქვს რა, ანუ სახში და ჩავასხი და აღარ მუშაობს რა და მე შეიძლება კარტრიჯის ბრალი იყოს და ხო არ შეიძლება იყოს. შეიძლება დასატენიც იყოს თუ ტენი. ვერიტენები. ვსო დაინცრა ელემენტი და მორჩა, ანუ ჩათვალ გადასაგდებია. ბიჭო, ნუ რავი, 100 ლარამდე ღირს აპარატი და ახალი იყიდე რა. ცადე. ბიჭო, რა კაია. მომეწონა. მაგარია. ბიჭო, სპონსორი ყავს ახალი. აბა რომ Betson სპორტი და ტელევიზორი გვაჩუქეს. აუ, რა მაგარი ტელევიზორია, ხო? ლეგოსი შეშე. ლეგოს ტელევიზორია, რეტრო. რა გინდა ცოტა ლეგო თქო თქვით და ძალიან კაია, ძალიან კრეატიული. ძალიან კარგი ახალი ამბების სპორტული არხია და შეგიძლია დააკვირდე და აცხადა შეიმეცნებ იქ იმაზე ფუტბოლზე. აუ, სანამ სპონსორებზე და რაღაცებზე ვართ, გამოიწერეთ არხი. არხის გამოწერაც მნიშვნელოვანია. კომენტარიც მნიშვნელოვანია. გინდა რომ თუ შენ თვითონ მოითხოვ მაგას, თუ შემოგთავაზო. რა, რო Artford 1700 არხი გამოიწერეთ რა. მაგის გარდა Artford 1708 შემოგთავაზო, თუ შენ თვითონ მოკიდებ ხელს და დაისხო. მუზავ შემომთავაზე და მე დავისხო. და სად იყიდება არ გაინტერესებს? ალკორიუმში. და კიდე სად მეიყიდება სხვაგან? ალკორიუმში და მუსიკის სახში. ანუ მე ვიცი რომ მარტო ალკორიუმში აი ბიჭო იცი რა არის სიგიჟე ვინმე კონკურენტია რო ახსენო ანუ არა კონკურენტები დაიკიდე კაცო სპორტული არხი საერთოდ სხვა მოედნიდან გახდა ჩვენი მეგობარი პარტნიორი ხო და მუსიკის სახლი ბიჭო რომელსაც მოახსენებ გაანე პირდაპირ მართლა მაგათი პროფილი არის რანაირები არიან ისე Switch მეც აღარ გახსენებთ მიდი გოს გორლაში ჩემო მიდი ისე ვსვავ დღეს ფოთლიდან იყოს რა დავისხა ბაჭიას არ უნდა დაუსხა აქ აბა ბაჭი აი ტუჩები დაუსველე გოგა არ გინდა გოგა მუშაობს არც არ გოგა მაგ ვისკიზე წევს ეხა მითხარი 4 საათზე რატო იღვიძებ 4-ზე არ უღვიძებ, მეღვიძება 2-ზე, 2-ის ნახევარზე. რა მნიშვნელობა 2-ზე იღვიძებ თუ 4-ზე არანაირი მნიშვნელობა. ანუ მომიწია გადათენება რა, ერთხელ. მოგიწია რასი. ანუ სადღაც მივედი. გულავა გუში ხუჩაბათი იყო, ნო? არა, გუშინა, არა, ერთი კვირა დაახლოებით, აი დილის 5-ზე რო დავიძინო, მადლობას ვიხდი რა. აი 8-ზე არ ვიცი ჩოლებურად ესე ვარ, ვერ ვიძინებ და ესეც თვარეს აბრალებს. ეხლა მკითხა რომ თვარე შენზე მოქმედებს. მე ვსკროლავ, მე კატასთან wrestling-ს ჩალიჩობ რაღაც ხელთათ მანს ვიკეთებ და ისე რაღაცებს ბრუსლი იჩითება. ვინ იგებს ხო? კატა. ვიჭო და ბჭყალებს არ აჭრი? ვაჭრი და ისე ისე ვილესავს. ხო, არა, ეხლა ილესავს ისევ საძვდიო. ხო, მე ორ კვირაში ერთხელ იმაშვები ხოლმე. მე ანუ არ მიჩერდება, ძალიან მიბრაზდება. კაი. ელაპარაკე შეჩემ. ელაპარაკე. მე მართლა დავითრო ხოლმე და თან ისე დროს ვითხრევ რა, რო არ ელოდება. ხო, იცი აი რაღაცა რო გონია რო საყაველია. აბა კეთილი იყოს ჩემი ფეხი გული. შენგენაცვალი. და ვებაზრები, რომ აი ხა ბევრი გატრაკება არ იყოს და ეს მიყურებს მაგ დროს და სანამ ვებაზრები და როგორც კი ანჩხლდება, ეგრევე ისე ვებაზრები, ცოტა ტონით ველაპარაკები, რომ ეხლა მოდის. ებოიშ. კაი ვისკია? კი. შვენიერი. აბა მოყევი. რა მოუყვე? ანუ რა პოდკასტში ყოფილ ხარ? პოდკასტში. აი ესე რომ გამოჩენილიყო მე ეგეთში არა.
არუმატებელ პოდკასტებში. ანუ ხო რაღაცნაირი სტრანი პოდკასტი იყო, რომ არ ვიცი, ანუ ვერ რა ხდებოდა. ანუ ეგეთებში მეც ვარ ნამყოფი, რომელიც არ გავიდა მე. ანუ საცდელი იყო და რაღაცნაირი იყო რა. მე არ ვარ ვიდეო პოდკასტში არასდროს ნამყოფი. ჯაფარ დაპატიჟე რა გთხოვ რა. არა, აი გავაგზავნე. არა, გააჩნია ხე ჯაფარას პოდკასტს უყურებ და პირიქით მართლა მომწონს. გააჩნია სტუმარს. სტუმრის გათვალისწინებით მომწონს ხოლმე და ანუ ეგ ფორმატი მომწონს რაც ჯაფარას აქვს, მაგრამ რაღაცნაირად ვერ ხვდები ხოლმე რატომ უნდა მივიდე. ანუ რავი, ხო არ ვარ ნამყოფ მოკლედ პოდკასტში. იდეაში ეს არის ჩემი პირველი პოდკასტი. ხო და გილოცავ რა. ხო რა, ანუ შემდგარი რა, ესე. კაცმა არის ეს გავა თუ არა ეს. პილოტები და საცდელები. შენ რა გონე, რამდენი გვაქვს ჩაწერილი რო გასვა. ხო და მუსიკაში სათხარ. მუსიკაში ვარ ყველგან სადაც მიმიწვდება. ხო და სად მიგიწვდება ამ ბოლო დროს? იდეაში ყველგან მიმიწვდება, უბრალოდ აი სურვილზეა რა და ჯეტბერდს ძინავს, ხო? ჯეტბერდი არის, ესე იგი დალუქული რა, ანუ ნებისმიერ დროს შეგვიძლია შევიდეთ სარეპეტიციოში და უკრათ. საქმე იმაშია, რომ აი ჯეტბერდი როცა დაფრინავდა, ძალიან ბევრი რაუ მასალა დაიკრა რა. ანუ მაგას ხო რაღაც ის უნდა რა, რაღაცა დაგეგმა, რას ჩაწერ, რას გადაიღებ, რას გამოუშვებ. ანუ გაიჩითა ეს ტალღა ამ რაღაცა კრეატივის და ყოველ რაღაცა ჯერზე, ანუ დილამდე რეპეტიციობდით, აი ძალიან ღამე შევდიოდით და დილამდე რეპეტიციობდით და გქონდა ძალიან ბევრი მასალა რა. აი რაღაცა ბიტს დაუკრავდი, იქ უცებ თორნიკე რიფს გააძრობდა, ამას უკრავდით და ესე იდებოდა ძალიან ბევრი რა. საწაგვეღო არ ვიცი. ჩაწერილი გაქვს? ჩაწერილი არ გვაქვს. ჩაწერილი. აბა ეგ მოუყევი? არა, ჩაწერილი. ხო და ხუმრობ. რეალურად ყველაზე მაგარი რაღაცები კეთდება, როცა არ იწერება. ხო რა. და იდეაში დავიმახსოვრეთ და ისე უკრავდით კონცერტებზე. ჩაწერილი მაქვს მქიდან მხოლოდ 4 და იქიდან უკრავდით მხოლოდ 3-ს და რაც ჩაწერილი არ გქონდა და რაც დავიმახსოვრეთ, იმას უკრავდით. არის ერთი ალბომი არის რა. ერთი ალბომი ნახევარი არის რა. ვინები ხართ? მე და თორნიკე, ჩემი მამიდაშვილი. ერთ სხვა თემაზე, просто თავში მომივიდა. ეხლა და სულ მახსოვს ხოლმე, პერიოდულად მახსენდება ეგ ფაქტი. ერთხელ მძიმე კაცში ვიღაცა გოგო პოპ მომღერალი იყო რა და კითხეს ესეთი რაღაცა რომ აი ოღონ ძალიან პოპ მომღერალი სამწუხაროდ სახელი არ მახსოვს რა და როგორი მამაკაცები მოგწონთო და აი დათოლომიძის ნაირებიო გახსოვს ის რატო ბიჭო ძალიან ისეთი იყო ხო ზახარ ჩემთვის ცოტა შოკი იყო რომ ანუ საიდან იცოდა ვაფშე საიდან იცის დათოლომიძე რატო ლამაზი კაცია ბიჭო მაგაზე არ არის ჩემ მაგას არ ანუ აი ჩემი სიველურენა ჩვენგან აი საერთოდ განსხვავებული გოგო იყო რა ხო მაგრამ მაგათ ევასებათ როკერი უხიში ბიჭო როგორც ჩანს თან ნახე როგორი წარმოსადგენი ყმაწვილი არის მაშინ ჭაღარაც არ ვიყავ. ჭაღარა კაცს უხდა. მაგარია. კი, აი რაც დრო გადის ხვდები. იმინა მოგიხდა. არ შეგიძლია ბევრ ამის შეუხამო ჭაღარა. პროსტა შავწვერზე რაღაცებს შეიძლება ეს თეთრი რო გაქვს ის რაღაცა. სხვათა შორის აი აქაც მიჭაღარავდები. აი ეგ რა არის საერთოდ. მე ხალხი მომწონს, ასაკი რაც უფრო ემატება, მით უფრო მომწონს ჩემი მეგობრებს რო უყურებ და წარბი რო იზდება ეს რაღაცა ხასიათი ეძლევა რა იმიტომ რომ ახალგაზრდა ჩემ სურათებსაც რო უყურებ ვიმინა მელია ვარ ჩემს რა ქვია თან ქალი მელია ხო ჩემ შულს ვეკითხები რაღაცას მებაზრება რომ femboy რას ნიშნავს მეთქი და აი შენ 20-იან წლებშიო და მართლა მეც კაი უნისექსი ვიყავი ისე კარე და ისედაც ქცევაც უნისექსი მქონდა ცოტა ის ვიყავი უბინარო ვიყავი ნონბაინერი ხო და მოკლედ ჯეტბერდი არის ამოქოქილი ჩვეულებრივად ცოტა საწვავია ჩასასხამი ხო და ეხლა ანუ რა ფორმით შვები ეგეთი გეგმა არის მე აღმოვაჩინე 4 ტრეკი რომელიც ჩაუწერეს სახლში აი ბანძეს კომპიუტერზე ცოტა ისეთ ოკეი საუნდ კარტაზე
და ანუ გამომივიდა ექსპერიმენტივით რა, რაღაცა ძალიან ძველი გიტარა, იმდენად დაღუნული იყო, რომ რაღაცა რიფს რო უკრავდი, რაღაცა წუნს აკეთებდა თავისი და აი მარტო ეფექტით თუ მიაღწევ მაგას მე მივახციე ჩაულებრივად რა. ეხ ბოლო პერიოდში მოდი მაგრამ ხო მიცა თავისი კი ძალიან ანუ გამიკვირდა როგორ გამომივიდა რა ანუ და მოკლედ გამომივიდა 4 ტრეკი რომელიც მე თვითონ არ მასტერზე არ გამიშვია რა მაგ სხვა სპეციფიკა უბრალოდ ჩავწერე და ის თითო ტრეკი რაღაცები უკეთ რაღაცებს აუწიე ჩაუწიე და მოკლედ დავაბალანსე სადღაც გავატარე და ბოლოს რომ მოусმინე ანუ განა იმიტომ რომ მე რაღაცა ჩავწერე და ვარა მაგარია და მართლა მაგარია სად არის მე არ გეტყვით სად არის ანუ ყველა მოისმინა უკვე ეგ ტრეკები ოღონდ ჩაკოდა იმიტომ რომ ისეთ დევს ამიანო დევს ოღონდ არ ვიტყვი სად დევს ვიპოვნე high resolution ვერსიები რომელსაც ან დავამასტერებ და ისე დავარელიზებთ რატო არ გინდა რომ მოვისმინოთ თუ დევს მით უმეტეს არა დარელიზება მინდა რა და გინდა რომ დაავიწყდეთ და თავიდან დავიწყებული არის ისედაც რა აი ისე არის დავიწყებული და მომზადე ამ იმის ბოლომდე შემდეგ კვირის კი არა და 2 კვირა გაქვს მომზადო უკვე ერთი შეიძლება დავდო რა თქმა უნდა შეჭი პრინციპში კაი ის არის, კაი ბიზგი არის, კაი ბიზგი, იმიტომ რომ ვინ ჩექედავს ყველა მოусმენს. იგეგმება იდეაში ეგეთი რაღაც. და როგორც კი ეს, ნუ დავარქვათ EP რა. და დარელიზდება. ეგრევე გეგმა არის შესვლა სტუდიაში და ჩაწერა უკვე დიდი ალბომის და ნუ მე რაღაც ისინი მაქვს რა, ნუ კაი იდეები მაქვს. იმაში დავაგდოთ ამ გადაცემაში. ყველა კონჩი უნდა დავაგდოთ. რომელი ჯეტბერდის რამე ვეში გააძრე რამე ვეში რომელიც ერთი წერაში პირველი ეგ იქნება ბიჭო შენ რაც გინდა რომ შენგან გამოჩდეს და პლატფორმა არის რომელსაც ბევრი უყურებს და მე შესაბამისად რამდენიც უყურებს იმდენი მოისმენს ეგრე რომ დადე პირდაპირ ვიდეოს მაგდენი არ მიახდება აქედან აი მე მაგალითად წინა გადაცემაზე დავდროპე ალბომი რომელსაც 10 წელი არ უშვებდი იმიტომ რომ მეშინოდა რომ დაიკარგება რაღაცა მივხვდი რომ სისულელია და ეხა აცი თითქმის ყოველ კვირას გამოვდებ თითო ალბომს, იმიტომ რომ 6 ალბომი მაქვს დაგროვებული. სახში. შენ კი გექნება ხო? კავერების ალბომი მაქვს, დუეტების ალბომი მაქვს, გამოუშვებელი ტრეკების ალბომი მაქვს. აი ეს ალბომი მაქვს, რაც უკვე გამოვეცი იდეაში და Z4 Zulus ალბომი. და კიდე რაღაცა არის. და კიდე ეხა რაღაც ალბომს წერე. Z4 Zulus ალბომი. მაგაშია. კიკა voice producing. აი მაგ ალბომს რო ზიშუქი არ ეღირსა აქამდე აი მაგასაც დავდებ მაგრამ ჩემი ერთ-ერთი აი რაღაცაზე ხო ხარ ცხოვრებაში გაბრაზებული რა აი ტოპ 3-ულში იყო რაზეც შეიძლება იყო გაბრაზებული რომ ამხელა პროდაქშენი გაიარა ბენდმა რა მუსიკოსებმა იმუშავეს რა აი როგორც ეხა ფილმი გადაიღო ვიღაც ტიპთან და რა პროდიუსერი ეს და უცებ ფილმია დაილუქოს რა არც გამოვიდეს აი ხო გამოყლევდები რა აი ძალიან მალე დავდებ მე მომსვლია ეგრე რამოდენიმე ფილმი რო არ გამოვიდა და თან ეს მუშაობის პროცესის დეტალებიც ვიცი რა და ეს ფილმი გვაქვს გადაღებული ანუ მასალა არის დაუმონტაჟებელი არის და გოგა მოგცე მაგალა მასალა და ალბომთან ერთად ფილმიც გამოუშვათ რისი ვერ მოასწრებს მაგრამ არა ვერ მოასწრებს სად გვეჩქარება გააზრეთ всё მოკლედ ელოდე Z4 Zulu ჩემი ბენდი იყო თუ გინდათ ჩამრთეთ რა მაგის ალბომი დამსწრეან როგორც რა თქმა უნდა всё მაგის ალბომი არის რომელიც გამოვა დღეს თუ არა ხვალ რომ ვიტყვით და ფილმიც თანხლება გოგა თუ გააკეთებს ფილმს ფილმიც ექნება და ის ალბომი რო დაანონსე ჩემზე სიმღერა ის ალბომი რაც დავდე კიდე ერთხელ იქნება აღწერაში ის ალბომი Morning Terror ჩემი ალბომი ბახალაზეა ერთი სიმღერა Men on Fire არის ადამიანზე რომელმაც ისე აფრინდა ზისკენ რომ დაიწვა ფრთები და მე ხა მაგარი სხვა კაცებთან ერთად ზის საკანში მოსმენები აქ მე არა ეგ ალბომი არ გაქვს მოსმენები თვითონ Men on Fire მახსოვს ეგ რაღაცა აი ესეთი ეხა ფლიანად ვერ დაუკრავ არ დამიკრავს Men on Fire მახსოვს რაღაცა კი არ მახსოვს მე არა აქიდანაც
Man on fire, fire, keep taking myself. არ მახსოვს. ხო, რაღაცა სადღაც გაქეკ დაკრული, ანუ შეიძლება. შენ თუ ახალ წელს და შენ თუ გახსოვს ჩვენ რაღაც პერიოდები ქონია გადაკვეთა, რომ ერთად მოძრაობდით. ანუ 27-ზე ყოფილვართ, ანუ რაღაცა ინტერვალი ყოფილა რომ შენ საქმეებზე, მე ჩემ საქმეებზე და ეს მუსიკოსები და უცებ ეს რაღაცა კონექშენი ყოფილა და ერთად მოგვიულია და რავი ყველაფერი. შენ მე მაზიარე გოჯურიოს. გოჯურიოს დავდიოდით კაიხანს ერთად და მაგ პერიოდში სულ ერთად მოძრაობდით მოპედები ყავდა. გოჯურიოს გოჯური არის მე მგონი. გოჯური არ ვიცი. გოჯური, კარატე. რამდენი ხანია ეს ოკინაური სტილი. ჩვენ უფრო გამაჯანსაღებელ ვერსიას ვარჯიშობდით. აი იმაზე რო გვეულო, აი ჩათვალე პირველი ისინი დავწინოდნენ ჩვენ. ნუ ჩვენ ახლა მოხუცების და მსუბუქათი ხო მსუბუქად, მაგრამ აი წარმოვიდგინე ვარჯიშობ მსუბუქად და ორ თვეში ვერავინ ვერ დაიჯერებს, რომ შენ MMA-ის სპორტსმენი არ ხარ ისე ფორმაში მოიგერე რა. არ ვიცი, არ მე ვიარე 5 წელი ვიარე კიოკუშინკაიზე შეჩემა, 1 წელი მანამდე უშუზე ვიარე და 6 წლის სტაჟი მაქვს კარატის და თქვენში ხო რა გაქვთ, რამდენი თვე იარეთ გოჯურიოს? 2. ხო ესეთი ინტერვალები გქონდა რა. არა ძალიან ესეთი სისტემა იყო რა, ჩართული, დინამიურ იოგას ვეძახდით. ანუ ბევრი ვერსია იყო მოკლედ ამ სწავლების შესახებ. თავარი მიზანი იყო, რომ შენ ყოფილიყავი ჯამთელად, გამართული, მენტალურად დალაგებული და ეშმაკები შიშით რო გარბოდნენ რა ეგეთი რა. კაი, მოდი ეხა მუსიკას დაუბრუნდეთ და ოღონდ ისე რა ქვია. სტრუქტურულად. ძალიან ამ ბოლო დროს და არა მარტო ამ ბოლო დროს ბევრჯერ მესმის ჯგუფი სტრინგი, იმიტომ რომ ანუ ხო ისეთი ხალხისგან ვინც ვაფშე ვერ მოესწრო სტრინგს და სტრინგი და ესეთი პონტი არის. სტუმრები ბევრჯერ ახსენებენ სტრინგს. ვერ მოესწრო რას გულ არ მოესწრო. ანუ პატარები არიან. არა, რადგან ახსენეს, ესე იგი მოესწრო. ანუ იმ დროს არის როცა სტრინგი აქტიური იყო, მაშინ იყვნენ აკვანში. მაშინ მე მგონი მე და ლოლიტები და სტრინგი ვიყავით რა. სამი ბენდი არსებობდა. ლოლიტები, სტრინგი და ნებსსერი. ნებსსერი და მეტალისტები. მეტალისტები ჩვენები არ ვიყავით. მაგრამ ერთმანეთის კონცერტებზე დავდიოდით. კი, დავდიოდით, კი. ხო და სტრინგი იმ დღეს ვიყავი ნუნბერგში და გაბელაია ვნახე და ერთად ჩავწერეთ სიმღერა. ვაუ, როიცოდე. ნახე რა სტრინგის გიტარისტია დათო გაბელაია. დათო გაბელაია არის სტრინგის ერთ-ერთი ფორმერ გიტარისტი და შეიძლება ითქვას, რომ სონგრაითერი. ოღონდ ძალიან სამწუხაროდ მხოლოდ ერთი სიმღერა შევიდა მის ჩვენ ალბომში. ბევრი სხვა სიმღერებიც მე დავაპროდიუსე. ალბომში არა, მე სინგლი. შენ დააპროდიუსე რაღაც სხვა ვერსია რა. ხო, რაღაც სხვა ვერსია იყო, რომელიც ანუ იდეაში სტრინგი ხო და მოყევი სტრინგის. სტრინგამდე იყო დასვენება ქობულეთში. მართლა. ქობულეთში კი არა, ურეკში უბრალოდ, ურეკში. ლიფტში შემოვიდა ბიჭი რა. რომელიც მივამსგავსე Queen-ის დრამერ როჯერ ტეილორს. მართლა მივამსგავსე, ანუ აი როგორი პონტია, იცი, ანუ ფილმს ხო უყურებ სადღაც, რაღაც კინოს, ვიღაცის კლიპს ხო უყურებ, შენი საყვარელი ბენდი ხო ყავს, საყვარელი მსახიობი. და აი ეგეთი ტიპაჟები რო გეჩითებიან ინტერესები რა მე. ან რატო გაიჩითა, ან რაღაც და ისე აღმოჩნდა რომ ტიპია რა და მე ესა და ეს ვარო რაღაც გამეცნო. მუსიკოსი იყო. აღმოჩნდა რომ მუსიკოსია. ირაკლი ბაბუნაშვილი ჯაზ აკადემიის სტუდენტი იყო მაშინ. თორმენტორის დრამერი იყო. თორმენტორის კონცერტზე ვარ ნამხოლოდ. თორმენტორის საიტი მაგ გაკეთე. აი მართლა დრამერი, მართლა კაი დრამერი იყო რა. აი მართლა პიზდეცი დრამერი იყო. აი იმ დრამერებთან შედარებით რაც ბენდებში უკრავდნენ რა. აი ძიმაზე არ გინაიგბაზა. არა, ნუ ეხლა მე რაც დავინახე რა, ანუ ნავი ძიმა და ფალკონა. ძიმას არ ვიცნობდით. ფალკონა ხო საათივით მეტრონომია ჩაულებრივი და დიმაც მასევე. ოღონდ მე დავინახე, ანუ პროდუქტი დრამერი რა, ანუ პროდუქტიული დრამერი, რომელთან ერთადაც
ბენდის გაკეთება შეიძლება. ისე რომ ახსენებ ძიმა უგანესიანზე იყო ლაპარაკი. ხო, ძიმა უგანესიანი. მე ვთვლი რომ ჩვენ ნება ესერის მეტრია. ბევრი ვოლტების დრამერი, ხო. აი, მერე? ეხლა ეს ბიჭი დრამერი, დრამერობას შეეშვა და ცხოვრების სხვა გზაზე წავიდა რაღაც საქმიანობა, ბიზნესი, ოჯახი, რაღაც. ძიმა კიდე ბავშვებს წამლავს დღემდე. მე რაღაც დროის მერე ეს კონექშენი აღარ გქონდა რა, იქ რაღაც მუსიკაზე ვიბაზრეთ და უმეგობრდით და ერთი წლის თავზე დამიკავშირდა რომ რა იყო რაღაც სათხარო გამოჩნდიო რაღაცო და მეთქი ოკეი, კაი გავიჩითები და მივედი, მივესალმე და უცებ ესე დამეყარა თავზე ძალიან ბევრი მუსიკოსი. მათ შორის ტელესკოპი, გიორგი მარი, ტეტე. მოგლე ჯგუფი თორმენტორი გაიჩითა რა, ამ ჯგუფში უკრავო რა, მეუბნება და ეს ტელესკოპი ჯგუფი იყო უკვე? ტელესკოპი იყო უკვე, კი. ხვედელა მანდ გავიცანი. ხვედელა, ბექა ქალდანი. ცხონებული ხვედელა. ბექა ქალდანი მანდ გავიცანი, ანუ მოკლედ გავიცანი სასტავი რა. ბაკურა მე სხვა იმიდან გავიცანი. ანუ კვინჩილ ახარ ჯერ პატარა ხარ ძალიან. ხო, ანუ არ გეტყვი რამდენის 15-16 აიგრე რა. მე მგონი უფრო 14-ის. აი ნუ ეს. შენ ხარ რამდენის ხარ? ეხლა ვარ დღეს ფიქრობდი რამდენის ვარ. 40-მდე ხარ? მე ვარ გეტყვი 40 წლის და 23 თვის. როგორ გაიზარდნენ გუშო? 3 თვის რა? 40 წლის და 23 თვის. 40 წლის და 23 თვის ვარ. გლაპი რო იყო მთლად. რაკნას. ხო, რაკნას. ხო და მოკლედ და ეს ინფორმაციაც მომივიდა რა, ეს ამათ ხო იცნობ, ანუ არსებობს ეს, ანუ რო გიყვებიან რა ხალხს. შეხვედი რა წრეში. ხო, და ვისაც ხედავ, ხო ხედავ და კიდე ვისაც ვერ ხედავ, კიდე ვიცი რომ არსებობენ და იქით კიდე ლოჟას ავითარი რა. და იქ სადღაც კიდე ვიღაცა არის რა, თავარი. თავარი რომელია ვერ გავიგე. ხო და მოკლედ ესე დაუმეგობრდით და ეს მუსიკოსებს შორის ურთიერთობა, ვის რა გიყვარს, ვის რა უსწორდება იქ. და პირველი ბენდი იყო ფარჩილასთან გავაკეთეთ ბენდი, იყო hard rock ბენდი რა, მე ძალიან მიყვარდა hard rock-ი. კლასიკური როკი და hard rock-ი. ხო და მანდ გაიცანი ალბათ გიორგი მარი. ხო, მოკლედ გიორგი მარი გავიცანი, გიორგი მარი და ტეტე. მე აღმოჩნდა რაღაც ნათესაური კავშირები ამათ შორის და მოკლედ ჯგუფი თორმენტორი რა და თან ხა ვუყურებ ამას რაღაც მიზანი აქვს, იმას ეს უნდა, ამას ის უყვარს და მე გამეჩითა პერიოდი რა, ოაზისო მანიის პერიოდი მქონდა რა. ანუ ეს hard rock-ი ხო hard rock-ია. ამ hard rock-ის ამბავში ამ hard rock-ის ამბავში ფარჩილასთან ერთად გავაკეთე ბენდი რა, რომელმაც გასტანა ერთი კვირა თუ ორი კვირა, თვეც არ გასტანა რა. ფარჩილა მშვენიერი გიტარისტი, გადასარევი, ერთი ორგანო ვირეპეტიციეთ და აჩკო ქელბაკიანი უკარგეს მუსიკოსი. ძალიან მაგარი, ჩემი რეალურად ერთ-ერთი კუნფუ ჯანკის ერთ-ერთი ფორმერი კი. გართულება მქონდა რაზე იცი ყოველთვის, აი ვინმის cover-ს რომ მღერი, იმის vibe-ზე ვაწუნინგებდი რა ჩემ თავს რა. კაი კოპიას აკეთე. და აი გრევე, ანუ შეიძლება რაღაც მაღლა ვერ ავდიოდი, მაგრამ აი ეს რაღაცა კარგი იყო, ზუსტი იყო. ვერსი რაც არის, მაგას ანუ ვალაგებდი რა. რაღაც მომენტში კომედიანტის გავიჩითებოდი, რომ რამე ვინც ხმებს იცვლის რაღაცა. მაგრამ ყველა ესე არ შეუძლია. ხო. და აი ჯუჯილა გიორგი მარი მეუბნება რომ ეკემალი იგივე მეუბნება რომ რაღაცა აი რაღაც ოაზის უკრავო რა და უკრავს ამ ოაზის და ავდექით ლიამ გალაჰერის ვაიბით და მანერით და ყველაფრით უმღერე ეს რაღაც ოაზის ერთი ივიძე მეორე ხმით შეჭრება ისდეს ხო და თან მქონდა ეს აი წარმოვიდგინე ეს წვერი არ მქონდა მაშინ და ეს რაღაცა შავი მურთხი ტიპი რაღაცა გალაჰერის პრიჩოსკი და ძალიან სასაცილო ვიყავი რა აი უცებ რაღაც აი ბრიუს ლის ვიძე უფრო ვიყავი რა ამ პრიჩოსკით ვიდრე გალაჰერის და
ანუ მოდიო ჩვენ რაღაცა ვქნათ, რაღაც თემები მაქვს რა, თან უკრავს თორმენტორში რაღაცა მეტალებს, hard rock-ებს და თან hardcore-საც უკრავს რა, რაღაც ესეთი new metal-ის აქ ვარცხნილობა და რაღაც ესეთი და უცებ რო გაიგო რომ მე ოაზისი რაღაცა და აი 2000 წელს გამოვიდა რაღაცა დასვენებული ოაზისის რაღაცა ახალი ალბომი და MTV News-ზე, აბა რა, MTV News-ზე, MTV New იყო ეგეთი გადაცემა MTV-ზე და მანდ გაიჩითა პირველი Coldplay-ის პირველი ტრეკი მანდ მოვისმინე პირველი ალბომიდან. უკვე 90-ების ბოლოა. ხო, ანუ სტრინგი შეიქმნა 2000 წელს. მოკლედ იჩითება ზარი რა, რომ მოკლედ თორმენტორი დაიშალაო. და აიო, შენო მეო, ტეტეო და ფარჩილაო რა. ვიწყებთო ბენცო რა. კაი, მეთქი პირველი რეპეტიცია გავაკეთო და თან ვეუბნები რომ აი მე ერთი მემბერი მყავს მეთქი უკვე დასფოთილი მეთქი რა. დათო გაბელაია დავსფოთე, მოკლედ რაღაც კლასიკური გიტარის რაღაც მასში ანსამბლში უკრავდა და სკოლიდან წავედით ბავშვები რომ იქიდან ვუქომაგოთ რა და იქიდან უკვე დათირული მყავდა რომ მე მყავს გვერდზე ოთახში სწავლობს ტიპი რომელიც უკრავს ამას და უეჭველი ჩემპიონში იქნება. ანუ ერთ-ერთი განვითარების იმაზე ვართ, უკვე აი ლადო, დიდი მადლობა ლადო ბურზულს რომ გვეძახდა კონცერტებზე. კი გვიტრაკებდა ქართულად იმღერეთო, მაგრამ მე შეგვეშვა რა, ანუ დაინახა რომ ეს გვევასება და მორჩა. მე ქართულადაც ვიმღერეთ და დაინახა რომ შემიძლია და ეს არაეროვნულად განწყობილი ადამიანი არ ვარ. ანუ ძირითადი მიზანი იყო რომ ნუ ცოტა ბავშვური რაღაც ოცნებასავით რომ აი სტრინგი გაყიდული იყო სადღაც იქით დასავლეთში და ჩვენ გვეთქვა რომ ჩვენ ქართველები ვართ და და რაღაცა იქაური კულტურის მატარებლები და ანუ უფრო ანუ რაღაც ქვეცნობიერად მიდიოდა ინტეგრაცია რა დასავლეთი გვინდა. თან წარმოვიდგინე როგორი რაღაცნაირი კაი პერიოდი იყო ჩვენთვის ახალგაზრდებისთვის რომ გაიჩითა რაღაც კაბელური ტელევიზიები, სადაც იყო MTV, სადაც იყო VH1, სადაც იყო ინფორმირებულები ვიყავით გემოვნების და ხელოვნების ამბავში, ფილმი გინდა, მუსიკა გინდა, კლიპი გინდა, ბენდი გინდა, ღვთისმიერი ხალხი ჩნდებოდა უცებ Led Zeppelin-ის იმას მოგიტანდა, ფირფიტას, კასეტას გათხოვებდა და აი ამას ვისრუტავდით რა. ხო, მაგრამ აი შენ რას ვირო გვინდოდა რომ გაგვეტანა მუსიკა, ხო? ეგ ხდება 1-25 წლის წინ, ხო? ხო, ანუ ეს ნახე მე ჩემი გადმოსახედიდან შეიძლება ვწდები, მაგრამ მგონია რომ მაშინ უფრო რეალურად ჩანდა სოფლიო სცენაზე აქიდან გასვლა. კი, ჩანდა. ვიდრე ეხლა. კი, ჩანდა. რატო შეიძლება ილუზიაში ვიყავით? მაგრამ არა, ჩანდა, ანუ ჯერ ერთი ამდენი მუსიკა არ იყო. სირთულეებიც არის, ცოტ მე რაც უკუშავ. შეიძლება არ ვიცოდეთ სირთულეები, მაგრამ ამდენი მუსიკა არ იყო, მაგრამ არა, როგორ არის? იცი რა იყო? არა, ფიდბექი გქონდა, ანუ რეალურად, აი, ლეიბლები, ძალიან დიდი ლეიბლები მწერდნენ. ხდები, ანუ აი, პროსტა რაღაცა ტექნიკური რაღაცების გამო, თორე ხა მაგალითად მე ხო გახსოვს ეგ ამბავი, პარლაფონი მწერდა, უნდათ მოწერა ჩვენი, მაგრამ ნუ რაღაცა მიზეზების გამო ვერ შედგა, მაგრამ პარლაფონი არის Radiohead-ის და Blur-ის თუ რა ვიცი რაღაცა Beatles-ის ის არა უკვე. ტოპია, პარლაფონი ერთ-ერთი ტოპია. უფრო რეალურად ჩანდა, იმიტომ ეხა იმის და მივხვდათ რომ ყველგზე გახსნილია და ყველას შეუძლია რომ დაგინახოს ჯერჯერობით ესეთი გარღვევა ან მატარებს არა აქ ეგ თან მაშინ შეიძლება მაგიტოს პროცესში რომ შეიძლება ვწდებით თქო რა, მაგრამ მე ეგრძნობა მქონდა და აგერ ამასაც ეგეთი წარმოდგენა მქონდა. საკმაოდ სწორი გრძნობა მქონდა, ანუ განა ის მომენტია რომ რაღაც ანუ იმ ასაკში ვიყავით რომ თავისუფლად ჩვენი იქ ინტეგრაცია მოსული პონტი იყო, ანუ სადღაც რო ჩადიხარ, ხო? იქ იძენ მეგობრებს. საიდან იძენ? სკოლიდან, სასწავლებლიდან, უნივერსიტეტიდან თუ კოლეჯიდან რა. ხო? აი ჩადიხარ როგორც არამუსიკოსი, აგზელებ როგორც რაღაცა ტიპი. ანუ ჩვეულებრივად, ანუ როგორც აქ ცხოვრობ, ისე ცხოვრობ იქ რა, ანუ ლოკაცია. ოღონდ სანამ ეს რაღაცა ღვივდება, სანამ ანთიხარ, მაშინ უნდა მოხდეს ეს. თუ ჩააკვდი და დაჟანგდი და რაღაცა იქ ცხოვრებაზე გაბრაზდი და ვიღაცაებს ეჭყუბე და ეჭიდავე და დაგლეჯილი ესე ხო არ მიხვალ საზღვართან და ანუ საიდან გაიგებენ ვიხარ ხო მორიგი ზომბი მოვიდა ვიფიქრებენ და შეიძლება გესროლო ხო და რატო არ ქენით
თუ არ ვქენ. ანუ come on. ანუ რა საიდან რა ნაირი. ბიჭო, ცადე, ნუ მე გეტყვი, ჯერ ერთი ძალიან ვიყავი brain washed რაზე. იმაზე რომ იქ წასვლა ძნელია, შენაირი ბევრია. აი ესეთი პროჭები, აი ჩამოდიოდნენ და გეუბნებოდა რომ ყლეობა. სამეუბნეობდა ეს, მე გეუბნები, ანუ უცებ ვიღაცა საიდან, აი ხოჩე რაღაც ტყეში რაღაც სოკოდან ჯუჯა რო ამოვა და რაღაცას რო გეუბნები, მოტივაციას რო გიგდებს რა. ეგეთ ტიპები იჩითებოდნენ რა. ხო, მაგრამ მგონია რომ რეალობის აღქმაც გაიზარდა, აი ბევრნი წავიდნენ, ვიღაცა მოსინჯა ისხნა, ჩამოვიდნენ და ხო იბაზრეთ. არა, მოსინჯაზეც არ არის. იცი რა, მე სხვა დაბრკოლებები მქონდა პირადი. ყველა სხვადასხვა გზა. ეხლა რო უყურებ რა, მე რო ჩემი დაავადება და რაღაცები არ მქონოდა, ბევრად დიდი შანსი მქონდა მაშინ რა. იმიტომ რომ რეალურად ლეიბლზე ვიყავი და სულ კონცერტები მქონდა, უბრალოდ წინსვლის პონტი არ მქონდა, იმიტომ რომ ვიყავი დამოკიდებული და საშინელებს ვაკეთებდი რა. ხვდები, ანუ აი ნუ არ უნდა ჩვენთან ურთიერთობა რა. მუზი იყო. მაგარი აი იმინე საბოტაჟით ვიყავი დაკავებული, კაროჩე რა, ხო და თვით საბოტაჟით, ხო. ხო ნუ ეგ რთული პერიოდია რა მე ძალიან მესმის თვით საბოტაჟი რა. მე ცოტა გვიან დამემართა, იცი თვით საბოტაჟი. ეხლა მე გვიან ანუ ეხლა არა, მაგრამ ანუ 10 წლის ერთ-ერთ ფაზაში რა, ერთი წელი ვიყავი თვით საბოტაჟი, დესტრუქციით და დამოკიდებულება არის ვერაგი დაავადება, როდის გამოვლინდება კაცმა არის. და პროგრესირებადი. საკმაოდ. შენ ყოფილ ხარ ამესთან ესე მიტმასნილი? არა, მიტმასნილი არ ყოფილა. უბრალოდ кайფზე უარს არ ვამბობდი. ნემსზე ყოველთვის უარს ვამბობდი, აი რაღაცების გასინჯვების რაღაცეები, გამოცდილებები მქონია და აი მალევე დამღალა. არ ჩაწოლილ. ხო, არ ჩავწოლილ ვარ რა. თუმცა გარედან ისე ჩანდა, რომ აი მინა წვეთოვნები შეერთებული და უბაბანებ და აი. არა, მე ეგრე არ ხედავდი. არა, შენ არა, მაგრამ მაინც გუფი დიდხანს უკრავდა თქვენ თან. ცოტა ხანი, მე წაგართვით მე მგონი. ცოტა. ხო, ესე მიდიოდა რა ეს მუსიკოსები ერთმანეთში ვირეოდით ხანის. შენ ერთხელ მითხარი, აუ თქვენთან ერთად დაუკრავო, ოღონდ შეიძლება მალევე წავიდეო რა, ეგეთ ხასიათი მაქვს. აი ცოტა ხანი დაუკრავო, მე შეიძლება წავიდეო და ბოლოს არ ვერ შეგა. რა შემოთავაზება, აი რა. აი ეგეთ შემოთავაზება გამიჩნევები, რომ ხო, ალბათ რავი არ მახსოვს მაგრამ. არა, დაუკრავ, მაგრამ ყლეზე მიდიოდა. არა, მიხდა რა, გაუსწორდებოდა რა, ანუ მართლა ასწორებდა ჩვენთან დაკვრა რა. შენ ხავდა ლოლიტები მაგ დროს. კი, კაცო. და ბაკურასთანაც უკრავდი მაგ დროს. მართლა? კი, ბაკურას და მე ბაკურას ლოლიტების მე რაც ლოლიტები დაიწყო ბაკურას არ და. ბაკურას კლავიშნიკი ვიყავი. ბაკურასთან რამდენი ადამიანი უკრავდა მეღადავები, რაღაცა სიმღერა ყველაფერზე დაკრული ბაკურასთან. აი მართლა გიტარას ბაზზე, კლავიშზე, დრამზე. ანუ ესეთი სპორტ დარბაზი იყო ბაკურბურდული არ ყოფილვარ თორე. სპორტ დარბაზი იყო ბაკურა, ეგრე გამოდის. ჯიმზე ბაკურასთან. ხო და მალევე ესეთი პოპულარული გახდა, ხო სტრინგი? ვერ გეტყვი, ანუ მე მჯეროდა რომ პოპულარულები ვართ. ჯეროდა რომ აი ეს ყველაფერი ხდება, ეს არის ლადო კონცერტს აკეთებდა, გვირეკავდა, მოდით თან პარალელურად გიორგი მარი ბაკურასთანაც უკრავდა და ბაკურასთანაც კლავიშებზე ვუკრავდი მე 1-2 კონცერტი მაგ დაკრული და ალბომშიც მაქვს მონაწილეობა მიღებული. ანუ ძალიან ვირევით რა ერთმანეთში, ანუ ერთმანეთს ვეხმარებით, ის იმასთან უკრავს, მაგრამ ეს ძირითადი ეს შემადგენლობა ვართ ეხლა. ჩემ მე თუ კონცერტი მაქვს, ეხლა რატომ უნდა დანიშნო კონცერტი, ხო, შენს ვიღაცა წაიღო, ანუ არა. გუფის მერე მოვიდა სანი. სანდრო სახამბერი. არა. აბა? სანი, ხო, სანი. მოვიდა სანი, ძალიან გაასწორა, ძალიან. ცოტა აუმძიმდით. არაფერი რომ გაიჩით ამტანში ველოდებოდით, როდის გამოვიდოდა ამ ამტანიდან და გამოვიდა იქიდან სტარი. თავში აუვარდა გინდა თქვა. და ეგ სიტყვა მეიზღება, არავის თავში არ ავარდნი, ანუ რაღაცა ვაიბით გამოვიდა, სხვა გზაზე უნდა წასულიყო, ბევრად კარგზე ვიდრე სტრინგი იყო რა. სანდრო სახამბერიძე ვიპოვნე, აი ესეთი დრამერი მე არ შემხვედრია, ესეთი კარგი, არა მარტო სტრინგისთვის, ანუ უბრალოდ დავინახე რომ დრამერი არის, ანუ კი, ძალიან კაი დრამერი. აი ისეთი დრამერი ვნახეთ, ან იმ მასაკში, ეხლა რომ 16 წლის ბავშვი იმას გოსპელს უკრავს რა. ეგრე არ იყო მაშინ რა. აი სანდრომ ძალიან გაანათა და იქამდე მივედით რომ ჩავწერეთ ალბომი. ჩავწერეთ ალბომი, ოღონდ ამ ალბომს გამოშვება
ვერ ეღირსებ. რამდენი ალბომია ბიჭო ეგეთი. ხო და მე ანუ რაც ცხოვრების რაღაცა მონაკვეთი ეს მჭამდა რომ ეს ალბომი ვერ გამოვიდა. ანუ დღიშუქი არ ეღირსა მაგ ალბომს და ანუ დამგრუზა რაღაც მომენტი რომ ვიხსენებდი უბრაზდებოდი სვავდი ვიღაცებს დღემდე არ არის გამოსული ეგ? არა. და არ გინდა რომ გამოვცეთ. გეტყვი მაცადე. არსებობს მაგ ალბომის ნუ მე რაც ნახე მხოლოდ MP3 ვერსია, MP3 ვერსია. რატო დაიკარგა? რავი, ბექას წაეში კომპიუტერი გადაეწვა და ყველაფერი მწვანე ოთახის ალბომიანად, ვინც კი ჩაწერა ოდესმე და რაღაცა ფრაზა ქონდა, ყველაფერი წაეშალა იქ. ბექა ჯაფარიძე შუკვანი. ხო, რომელიც არის გენიოსი. გენიოსი. ანუ ისიც მოყევი რომ Step Records-ზე იყავით, ხო? ხო, Step Records-ზე გავიჩითეთ, ძალიან ესე მოულოდნელად კი არა და რაღაც ფესტივალზე ნახეს რა, უბრალოდ რაღაცებს სცენაზე დავხვდოდი, ჩემებურად ვგიჟობდი და ვა რა კაი სასწაუია, მოდი ამათთან ვიქონექშენოთ და დავმეგობრდით და ბევრი კაი შემოთავაზება იყო. ერთ-ერთი იყო ალბომის ჩაწერა. მერე იყო როგორც აი voice-ი რომელიც ამას იზავდა, ჩვენ ერთი გუნდი ვართ შეიქმნა, ტრეკი, ანუ ეს ტრეკი იქმნებოდა, უბრალოდ არ იცოდნენ ვის უნდა ემღერა. და არჩევანი გაკეთდა ჩემზე, რაღაცა YB Sponge-ი დავევასე რა. ზუსტად იყო შენი ხმა, მაგრამ დააკვდა რომ მოვიწყო. ხო, მართლა დააკვდა და მართლა ესეთი მაგარი ის იყო. ფეხბურთის, ვინც არის ის ფეხბურთის ჰიმნი, ჩვენ ერთი გუნდი. ერთი გუნდი. ვახო ბაბუნაშვილი, აჩიკო გულედანი, სერგი გვარჯალაძე იყვნენ ამ პროექტის პროდიუსერები იმ მომენტში. ხო, მაგ დროს იყო ოზონი, კაკრასანო ერთი სასტავი. მაგ დროს დაიბადა ოზონი, ანუ ძალიან დიდი პროდაქშენი გაიჩითა და ძალიან ბევრ მუსიკოს, უბრალოდ Lemon Juice რატო გადაგარქვეს, მართლა ვერ ხვდები. მშვენიერი სახელია. ერთი თვე გვერქვა Lemon Juice. ეგ არავინ არ გადაგარქვა, მე გადავწყვიტე რომ აღარ მომწონს Young George Lolita-ს და ალბომს ერქვა Lemon Juice, მე Lemon Juice დავაწყე. ნასვამი იყავით რა, მუწიერა ნიკა მაჩაიძემ კითხა რომ რა ქვიაო და მეთქი Lemon Juice ვიტყვა და ბარე მანგიდრიდი დაგერქვა. Young George Lolita-ს არის ძალიან მაგარი სახელი. იცი რომ არის გუგლება? არის გუგლება კი არა, Instagram-ში რომ ჩაწერო Young George Lolita-ს გიწერს რომ რაღაცა ბავშვების ისაო რაღაც ჩვენი რაღაცა community-ო მაგას არის მაშვებაო არ. ხო, ნუ ხა მაშინ ხოზე ხარ ეხა ამ გადმოსახედიდან ხო მაგიტომას აი ეს ალბომი რაც გამოვეცი ლოლიტებით უნდა გამოსულიყო და ნუ აღარ მინდა ვაფშე მაგ სახელთან რა და ჩემი პირადი სახელით უშვებ და უბრალოდ ლოლიტასთან არის პრობლემა თორე Young George ანუ რადგან ფილმი გაიჩითა ლოლიტა და რადგან ციგნი დაიწერა მაგის გამო ანუ მაგას ნიშნავს ანუ როგორ ეს რო დავარქვი მე თვითონ ლოლიტა ვიყავი მაშინ ხო და ეხა 45 წლის კაცი ლოლიტა ცოტა ბატონო აი მე უკვე გუმბერტი უნდა იყო ესეთი სიამოვნება არ არსებობს როგორც ალბომის ჩაწერა მით უმეტეს პროდიუსერად გიზის ბექა ჯაფარიძე მაგ დროს და აი უბრალოდ მისი თავი არის გამოტენილი ყველანაირი მიმდინარეობით, გემოვნებით, სკილებით აი ძალიან დიდი სიამოვნება მივიღეთ პროცესი იყო ძალიან არც თუ ისე ხანგრძლივი თან მოესწრო ის ამბავი რომ დათო გაბელაია ჩამოვიდა მაშინ გერმანიიდან და მთელი ეს ბექ ვოკალები, გიტარები, რაღაც ჰარმონიული მხარე თავის თავზე აიღო და აი გამოვიდა კამფეტივით ალბომი რა. ჩვენი ცხონებული ლევანიც იყო მაგ ალბომში. ლევანი? არის სვანიშვილი. ლევანი სვანიშვილი. არის მაგ ალბომში გიტარაზე არის ყავს. წვანე ოთახის ვოკალისტად როგორ გაიჩითე? წვანე ოთახის ვოკალისტი ვიყავი მე. ისა სკრიპკაზე უკრავდი? კაი, მოგიყვები მაგ ისტორიასაც. მოგლეთ ეგეთი რაღაცა გაიჩითა რა. დაგროვილი გამოცდილებიდან გამომდინარე ну Green Room-თან რო თანამშრომლობ იდეაში ეს ჩვენ ერთი გუნდი ვართ და რაღაც ტრეკები ანუ ეს ახალი წელი რაც ყველას ძალიან გიყვარს ანუ ტრეკი ანუ დაიდო მე მაგათთან მუშაობდი ანუ პარალელურ რეჟიმში სტრინგის არსებობასთან ერთად რაღაც ის სარეკლამო
საუნდი უნდათ, ანუ ჩემი voice-ი გამოყენებული იყო, როგორც ჩოლებად, როგორც ხდება ხოლმე რა, პარალელურ რეჟიმში მიდიოდა მუშაობა. ხო და ამ გამოცდილებიდან გამომდინარე მოხდა ეგეთი რაღაც, რომ აი რაღაც ტრეკი გვინდა ჩავწეროთო რა. მეთქი ოკეი რა ტრეკი რაღაცას მღეროდიო. სადღაც მოკლედ მღეროდი. ისეთ არაფხიზელ მდგომარეობაში ჩემთვის ვღიღინებდი და ეს დაისპოტა რა, რაღაც კეჩი ფრაზა იყო. და მოდი ეს ჩავწეროთო რა. რაღაცა ხდებაო. მოდი ვქნათო. მეთქი ოკეი რომელი რა ფრაზაზე. See the sunshine in your hair. აუგონდ ეგ მე მქონდა ჩემპონში როგორც რეგი. და მოკლედ ჩავწერეთ და ვიდეოც გადავიღეთ რა და ეს ვიდეო გავარდა და ფიდბექი მოყვა. და ამ ფიდბექის გარდა უცებ გაჩნდა პროექტის იდეა რომ მოხდეს სერია ამ კლიპების. და მოკლედ ძალიან გამისწორდა რა მუშაობის პროცესი რაღაცთან ესეთ კარგ მუსიკოსებთან როგორც აჩიკო და ბექა არის, აი რავი. ოღონდ აი ცოტა პოპისკენ მიყავდა ბექას რამე მაინც არ მინდოდა, მაგრამ მე ჩავთვალე რომ აი როგორც უნდა ისე გააკეთოს რა, იმიტომ რომ ეგ სიმღერა იყო რეგი და ტექნო იყო მე რა, ანუ ჯეტბერჩი არც მოიხსენიებოდა, უბრალოდ ჩემი საცდელი რაღაცა ჩანაწერების რაღაც. და კაროჩი ანუ მე ბევრ სიმღერაში გაიჩითე და რაღაცა ეს პროგრამა ქონდა. მე გაიჩიტა მეორე სიმღერა ის on Monday, აი ეგ რა. ეგ არც ჩამიწერია. ეგ უკვე იყო დიდი ხნის წინ ჩაწერილი ფილმის საუნდტრეკად. და არის აი იმ დროინდელი გადაუკრა ეგ. ეს პროსერ მარტო მისამღერე. არ ვიმღერებ. On Monday I was looking for the sun. და მაქსიმუმად კიდე ცალკე სხვა ისტორია აქვს რა, მოკლედ ძალიან შორს წავა. მოკლედ ამ კლიპს ნეპალის კლიპს მოყვა სხვა კლიპი და დაახლოებით 4 თუ 5 ტრეკი შეიკრა რა. ეგ იყო და ეგ რა. დაითრიე გიტარა. აჰა. გოგა თუ გამოიცანი რასაც უკრავ, ანუ ყველაზე მარტივი რაც არის, ჩემთვის ეს არის. ამ შემთხვევაში. არ ვიცი, აბა მიდი გასულ. I'm a snake, evil snake. I'm a snake, I'm leaving to the lake. I'm a snake, evil snake. I'm a snake, I'm leaving to the lake, honey. I got one pocket full of money. And if you show me pretty funny, then you can drive my car. A pretty car. I got my car and I can drive it far. I'm a snake, evil snake. I'm a snake, I'm leaving to the lake, honey. I got my pocket full of money. And if you show me pretty funny, then you can drive my car. Then you can drive my car. სკოლაში სწავლობდი ეგ რო დავწერე. შენ სიმღერა, მეთქი საიდან ვიცი? საიდან გეცნობა? საიდან მესმოგედა რატო არ ვიცი? ეს just აი საერთოდ არ მოიაზრებოდა და არც მოიაზრება რაღაც სტრინგიან ჯეტბერდიან რაღაცა. just აი რაღაცა სხვათა შორის ბახალას უნდა და ეთქვა რაღაცა რომ აი ეს ვარდი გიხდება ძალიან. ვარდი მართლაც განსაკუთრებული. ეს ისე ტრადიციული ის. ბიჭო, ეგ არის ტრადიციული ვარდი არის. ხო იცი, მე მეგონა რომ ყველას ეუნება და მე აღმოჩნდა რომ ყველას კი არ ეუნება, გულწრფელი არის. იმას ძიმა დადიანს არ უთხრა რომ გიხდება. არ ხდებოდა ძიმას ეხლა რატომ ეთქვა შეჩემ. კაი, რა მაინტერესებს იცი? ეხა არსებული ქართული არტისტებიდან ვინმე მოგწონს? კი. მაგალითად? სკაზი. კიდე? ვაკო. კიდე? სირკუს მირკუსი. კიდე? კილეიჯის. კიდე? კიდე ვინ?
აუ Kill-Age-ზე გინდა ერთი ისტორია? აუცილებლად. აი ჩემთვის ვარ რაღაცას სკროლავ და უცებ ვიღაცა მოგთაგათო რა. რაღაცა მე ჯეტბერდი რაღაცა და უცებ წერია რომ რაღაცა ჩვენ აი ვაკეთებთ ჩვენი საყვარელი ბენდის cover-ს რაღაცა და უცებ ჯეტბერდის პირველი ორი ტრეკი რომელსაც კონცერტზე უკრავდით რაღაცა early days-ი არის Kill-Age-ის წარმოიდგინეს სარეპეტიციოში ბიჭები უკრავენ და უცებ მიაბეს ეს ორი ტრეკი ერთმანეთს და მეთქი ანუ ძალიან გამისია. გიამა. რას ვიქრობ ისე ეხა ხოძეა მუსიკა ქართული? ქართული მუსიკა ხოძე არის თუ მუსიკოსია ხოძე. და ხოძე არის ან რამდენი კონცერტი ვნახე ყველამ რავი. მე მგონია რომ განსაკუთრებული ხოდი არის 2015-ის მერე. ხო, მაგრამ ეხა ბოლო ერთი წელი ჩაიბრიდა რა. ეხა რაღაცებს აქვს მნიშვნელობა, იმიტომ რომ გარემო არის იგი დაუბალანსებელი და არეული და დედამოწმული და რეალურად 2015-ის მერე რაც მოხდა, აფეთქება მოხდა. ხო, ოღონდ მარტო მუსიკას არ ეხება, ყველა სფეროში მოხდა და განსაკუთრებულად მე მგონი კიდე იმ პანდემიის პერიოდში თლად. პანდემიის მერე განსაკუთრებით აფეთქდა ქართული მუსიკა. 15 ძალიან ადრე, მაგ დროს არაფერი ისეთი არ ხდებოდა რა. მე ხა სადღაცას მე რომ მგონია რომ გავიცალე მაგ. არა. მერე მოხდა რაღაცები რა. ალბათ ჯერ ჰიპ-ჰოპი, აი ჯერ კატებიდან შემოვიდა, კაია კატადან. მერე პანდემია გაიშა, მერე აი ბედფორდმა მოხახდინა ესეთი აფეთქება და რაღაცა ბედფორდის ტალღას, ხო და ეგ ტალღა წამოვიდა, ვაკო, Fordy Monster Lobsters რაღაცა ხო რა. ისეთი დიდი ტალღა წამოვიდა, მაგრამ ეხა რაღაცა ბენდები ცოტა fade out-ზე გავიდნენ რა. ანუ ყველაფერს აქვს. ხო და ეხა იქნება ალბათ რამ ახლო მომავალში კიდე რაღაც აფეთქება. მინდა არ გვინდა ეს სტრესული როცა ანუ აქტიურ ფაზაშია ეს რაღაც რაც გაწובה რაღაც პრობლემები რა მაგ პერიოდში ამით ხარ კონცენტრ დაკავებული და როგორც კი ეს გაივლის რამაც დაგდრგუნა ის ამ რეპროდუქციას მოიტანს. მე ხო მესმის სადღაცაც ეხა რაც ხო რა თქმა უნდა მაგაზე დაიწერება ლექსები, სიმღერები და ფილმები ხო ეხა პროსტა ნუ რაღაცა ის პერიოდია რომ ვერაქცევა შეიძლება პირდაპირ არ იყოს რა თემატიკა ხვდები მაგრამ ეს ენერგია სადღაც ხო უნდა წავიდეს ხო ხო და რაღაცა მოხდება რაღაცა ფორმით საინტერესო ეს ინფორმაციული ველით დაბინძურებულია და რეალურად ითქლიფება აი ამ პოლიტიკაშიც იმაშიც ამაშიც ყველაფერი და სადღაც რაღაც პერიოდი რო გავა და დამშვიდება სამყარო ჩვენ შემთხვევაში სამყარო ამ შემთხვევაში ქვეყანა მაგ უკვე რაღაც ვიღაცები მე მგონი პირველ რიგში ჩვენ უნდა დავშვიდეთ რომ ბიჭო ახლა ნუ როგორც გამოგვიყვება ხო არა ხო ეხლა გამოგდის ხო იმიტომ რომ ეხლა დღემდე იმინა ყოველდღიურად უფრო გვაჭერს ხო ვილკოლაკი არის კიდე ეგეთი ბენდი ვილკოლაკი ძალიან კაი ბენდია ძალიან კარგი ბენდი არის წინა ბენდი ვიცი რა მიმდინარეობაშიც იყო ეს ვილკოლაკი Scratch the Flow თუ რა ხო Scratch the Flow ანუ და უცებ არის რაღაცნაირი ტრანსფორმაცია თვითონ ცოტა grunge-ში ფრონტმენის ვილკოლაკის თემაში დიდი არის ხო ასაკით არ არის პატარა კი პატარა რამდენი და რამდენი ჩვენ ხელ არა მე ადრე არ მყავდა პროსტა შემჩნეული და რაღაც რიფერში იჩითებოდნენ რა მაქიდან აუ რიფერ აუ მოდი მოვყვეთ რიფერი იყო ესეთი კლუბი გავაკეთეთ მე გიორგი მარი ვაჟიკო მარი და სანდრო სულაქველიძე მოთხმა მეგობარმა გავაკეთეთ რუსთაველზე ოპერის პირდაპირ იყო კლუბი და იმინა წმინდა როკის რაღაცა საორა და სუ კონცერტები იყო და იყო კარაოკე ნაითები, როკ-ენ-როლ კარაოკე ნაითები და წამყვანი იყო დათო. იცი როგორ ახდებოდა? შენ არ ხარ, ხო ნამ? ბიჭო, როგორ არ ვარ, მაგრამ ეს გნიასი კარაოკე ნაითზე არ ყოფილიყო. ხო, კარაოკე ნაითზე რა ხდებოდა? იცი, ეს იყო წამყვანი. იწყებოდა God Save the Queens ღერო და ეს თუ ჩართული იყო, ხო, რაღაც ეგეთი ხო იყო? ხო, მაგას ვთქვათ, ხან ევროკავშირის როგორი ფანბეისი იყო. ისი რომ ხალხი მოდიოდა რომ და რიგში ჩაწერა იყო. ანუ წარმოგიდგენ მე პატრონეები ვიყავით რა და რიგში ჩაწყობის პონტი არ ქონდა ისეთი ამბავი იყო რა, კარაოკეზე რა. იმინა აი როკ აი ყველაღაზა როკ ბენდების კონცერტები რო არის, აი ეგეთი ამბავი ხდება. და ხო და რაღაც სრული თავისუფლება. რეალობაში ყველაზე გამართული რო კლუბი იყო. ხო, ნუ მაშინ სხვა არც იყო, მაგრამ ნუ მაგრა დღეს რა არის რა უბრალოდ ისქენით რა ქვია, რა ხდებოდა, იცი, ანუ ჩვენ რო ვიყავით მას დაუსხი და ნუ ყველას ვაგულავებდით და ნუ იასნია ესე დიდხანს ვერ გავკაჩეთ რა. მე მქონდა მაგ პერიოდში იმ სერიალების ხანა და ხო იქ ვიყავით თან არ მეგობრობდით, ხო, ნუ ცოტა ის ვიყავით. ნაკბენები ვიყავით, ხო, ძაღლი კატები და
თან მე არ ვსვავდი. მართლა. მე ვსვავდი გიჟივით. შენ ვსვავდი, ნუ ეხლა მე ვსვავდი. რიფერში კონცერტებიც ხო იყო, ანუ კარაოკე ნაითი იყო, შაბათი, სამშაბათი და რაღაცა დღეები იყო. საკმაოდ დატვირთული იყო რა და ძალიან ისეთი community შეიკრა რა, ანუ ვინც თავში კი არა და ვინც თავს სახლში გრძნობდა მას რა. ესეთი ხალხი მოდიოდა და ბევრი მაგან ისე კი გაიარა რა, blackout-ში გაიარა ეხლა ამდენი ალკოჰოლი და ამდენი. ხო, მაგრამ მაგ პერიოდში აი რაღაცა community იყო რა, რაღაცა მაგარი community. კიდე რაღაცა ბარები იყო და აი მოძრაობა იყო იქიდან აქ. ჩვენ რო დაუკარით ერთ, შენ დაუკარი პროფესორი და მე ამოვედი, აი დიდი ხანი რო არ ვიყავი სცენაზე ამოსulis ვიმღერეთ, იოლოდაკი ვიმღერეთ. უკვე რიფერი იყო თუ მანამდე რო იყო. არა, მაშინ რაღაცა სხვა იყო, რო კლუბი იყო მაშინ. თან ეს დიზაინის ამბავში ფერებიც ისე იყო და თან ეს თეთრიც კი არ იყო, აი კაფელი იყო რაღაცა მახსოვს. კრემისფერი მაგ კაფელზე წავედით ცელავში მე და გიორგი მარი. ანუ თბილისში ვერ შევედა საბჭოთა კაფელი გვინდოდა, წავედით, ვიყიდეთ, ჩამოვიტანეთ, გავაკარით და ბაჭი მაგრევიჩელიჩეთ მან რა. ხო და ძალიან კაი კლუბი იყო, რეალურად. სადაც დაიხარჯე ისიც საღმოცენი. ძალიან კარგი იყო. მე ძალიან კარგი მოგონებები მაქვს და მე რატომღაც უფასოდ ვსავდი. მაგას გეუბნები რომ უფასოდ დავედი აბა რა სიზავდის. არა ბარშიც. ხო, ნუ ანუ ვინც ჩვენ მეგობრები იყვნენ უფასოდ ვალევინებდით რა. და ბოლოს რო დავითვალეთ მე იმის გარდა რომ ვისაც პატიჟებდით ეგ ერთი იყო და მეორე რომ ვალაც იღებდნენ რა და ვალალი დავითვალეთ რაღაც 10,000 იყო. თვითონ მაყუთ სპონსში წარუმატებელი იყო? ნაუი არა გუზი. მაგრამ მე მენდესა და ვიღაცები რო ბესელა და იმათმა რო დადგნენ ცოტა მან ვაფშე ან ჩვენთვის არ იყო დიდად წარუმატებელი. ან მაგრამ რაღაც ნულზე არ მინუსში არის ხო? მინუსში არის. მინუსში მოგება არ ქონდა. ჩვენ არ ქონდა. და რო კონტროლი ყოფილიყო მაგის და უფასო მაგრამ არ ყოფილიყო იქნებოდა პლუს. კი, აუცილებლად. იმიტომ რომ ანუ ჭედ ვერ შემოდიოდი რა. ნუ მახსოვს ხო როცა მოდიოდი სამსე. აუ, ბიჭო რა ვიღაცამ მითხრა, შეიძლება სისულელეს ვამბობ, მაგრამ ვიღაცამ მითხრა, რომ დათომ გააკეთა ძალიან მაგარი სარეპეტიციო. კი. ესე მაგას მიმალავ შიში. აი, მაგაზე არ ვფიქრობდი აქ რომ მოვდიოდი რა. ხო, ანუ რაღაცა, აი, afternoon version-ი სადაც რეპეტიციებს და დებენ ვიდეოებს ეგ არის? არა. არა? არა, ეგ არ არის. არა. უბრალოდ არის ოთახი, რომელსაც გაუკეთე პატარა ცოტა რემონტი. ხო. და რაღაცა, ანუ ვაიბის იმამდე მიმყავს რა, ანუ ჯერ პროცესში არის. ანუ ჯერ მზად არ არის? ანუ იდეაში ეხლა რომ მივიდეთ, ანუ აი, როგორი რაღაცა აკლია, იცი? აი კომბირითიც ერთდება, აი ეს რაღაცა მინდა და გაყვან კომუტაციის და დანარჩენი გაქვს აპარატურა ყველაფერი. კი. რა კაი. სად არის? თუ საიდუმლოა, თუ როგორ არა, აი Mellow Records-ის გვერდზე ოთახში ვარ. საბურთალოზე სადღაც. კი, ჩემ ხალნავარ უბანში, კი, მანდა. და შენი სარეპეტიციო თუ ის არის რენტითაც მოსულა. საჯარო იქნება? ანუ ჩემი რა, ანუ მე ვირეპეტიციებ მან და რენტადაც არის. ანუ ხო. რენტადაც არის და იქით პატარა ოთახი არის, სადაც ძალიან ლეგენდა ხალხი მუშაობს. ბიჭო, გოგა გვიტრაკებს, რომ Spotify Wrapped-ი გააკეთეთ რა არის. ანუ Spotify გიკეთებს ესეთ რაღაცას, რომ აი წლის მანძილზე რეებს მოусმინე და ანუ შენ მოკლედ შენი პლეიერი არის Spotify. ჩემი პლეიერი Spotify ამისის და შენ არ გაგდა რა. მე YouTube-ზე ვუსმენ რაღაც. როგორ უნდა YouTube-ს არა აქვს. YouTube-ს არა აქვს Wrapped-ი, ხო? არა. შენ უნდა გავაკეთოთ შეჩო. გავაკეთოთ. მოდი, აბა. დავაი. მე გააკეთეთ. Start a party. როგორ უნდა ვქნათ? ბახა, აი მოდი პარტი გავაკეთოთ მედაში. აბა გასხენი. გასხენი 20, 100. აბა გააძე. Join party. წავიდა. Come on Barbie, let's go party. და ბახალას ვაჭრთალბათ. რა გინდა? Continue. აჰა, start party. ეხა ეს გადავიღო? მაიცა ერთწუთი? და რა ხდება? აიცა, რა ხდება? მე მეგონა просто play იმას გააკეთეთ და შეჯამო. ადარებს თქვენს რეპტებს ერთმანეთს. აჰა. Who listened more? So, most minutes listened. 25,000 მე მაქვს.
აქვს ბახალას. და ვინა? მე მაქვს 13000. ანუ ვაფშე რამდენი მუსიკას მოვუსმინეთ? წელს რამდენი წელია გაქვს ისე? აი ეს წელს არის? ხო, წელს არის. არა, ბიჭო, ხო გითხარი, ძირითადად მუსიკას რო აკეთებ, მე აღარ უსმენ მუსიკას რა. Continue. Who played the rarest track? მე მგონი ყველაფერში მომიგებ. Nika Kocharos party. რას მე? Rarest listen. მე მოვუსმინე 99.99% happy. გოგი ძოძუაშვილთან ერთად. Continue. მოდი შენ შაიხე. ხო, მეც მაინტერესებს. აი მუსიკა აგრეა. Who discovered the most artists? Yasnia Bakhala. აუ ჩემი კარგი. შენ 124 მე 300 რაღაცა. Bakhal. Continue. 304. ეს რა არის? Who's the most obsessed fan? Yasnia Bakhala. აუ მე Frank Ocean's ამბობს. ბიჭო. Frank Ocean. ხო და რატომ მომაწევა ვერ მივხვდი? ანუ მევასება ძალიან, მაგრამ ეგრე არ დამშვა. იცის, აი შენ გონია Sabrina Carpenter-ი 7 ჯერ მაქვს მოსმენილი. Frank Ocean-ზე ფიქრობ ალბათ. და კაი, your compatibility. აუ, ეხა მე და შენ compatibility 92% match, ანუ რა Frank Ocean-ს მე არ უსმენ. თუ ერთ სიმღერას უსმენ, როგორ არ უსმენ? ჩვენ გვაქვს ძველი მუსიკის თითქმის საერთო პლეილისტები ალბათ. და ძირითადი მაინც ეგ არის, უფრო ვიდრე ახალი. მე ახალიც მაქვს ბევრი, მაგრამ ის გვაქვს საერთო ბლომად. The Wannabe Influencer Award. Bakhala ხარ, შენ ხარ Wannabe Influencer-ის award-ი მოიგე. რამე გადმომეცემ. Absolute Chaos Award. Bakhala. Chaos-ი გახთავში. ყველა award-ს იგებს, ბიჭო. The Night Owl Award. Yasnia შენ ხარ, ღამე შენ უსმენ. მე ღამე მძიმე. ხო, ისე, ეხლა გამახსენდა რა, ანუ Bakhala ამდენ მუსიკას რო უსმენს რა. იდეაში აი მუსიკოსები იმდენ მუსიკას არ უსმენთ, რამდენადაც მსახიობები უსმენენ მუსიკას. მსახიობები არა კვატი. Artist copy and paste award რას ნიშნავს? არა, მაგიტომ ამიძახი. Copy and paste award რას ნიშნავს? Your group's listening is almost perfectly matched. Scarily so, we're impressed. I don't know, man. Here's something to remember, it by. არა, ეს არ იყო საინტერესო. სისულელე. ის მაინტერესებს ჩაოლებრივ იმას. ქალბატონებო და ბატონებო, Bakhalas Spotify raps ვაკეთებ. I share this story, რაც შეხვედი. Okay. We're ready for you, Bakhala. Come on down. My taste like yours can't be defined, but let's try anyway. Your top genres: pop, rap, hyper pop, alternative rock, electronic, oldies. Age is just a number. 73 წლის ხარ. ბავშვი ვარ. ბავშვი როგორ ხო და ეგ მოდი ეგ გავიაზროთ, ეხლა რატო გაძლევს მაგას? არ ვიცი. მე მგონია რასაც უსმენ, მე მგონი bullshit-ია. შენ ანუ რასაც Frank Ocean-ს თუ უსმენ, როგორ არის? გავიდი, მაგრამ მე მგონი ათლა საიდან აკეთებს ტიპი, რომელიც ან ყველაზე ძველი შეიძლება მოსმენელი და შეიძლება. Nothing Call-ი და ვიღაცები ყავს მაგიდან იწყებს. და იქნებ შენ ეგეთი ადამიანი ხარ. ნახე, ეხა უნდა ამოიჩი, ანუ როგორ გონიაო? ყველაზე მეტი მოსმენა რომელი სიმღერა გაქვს? Cure's Love Song-ი, JPEG Mafia, either on or off the რაღაც არ ვიცი. Pink and White, Frank Ocean, Me and You, Cassie, Not Time Yet, JJ Johansson. და იმას არ გიჩვენ. იმას რა ქვია? James Blake's მე მგონი. James Blake-ი არ არის აქ. არ არის. გავაკეთო შეშო. უნდა გამოიწვია. სიბერე გამოამჟღავნა ეგრევე. ობა რომელია მაგრამ Frank Ocean's and JJ. მე Frank Ocean-ი უფრო მევასება ეს Pink and White და მაგას. კი, გავარტყი. ეგ არის. დალში. Your top song Pink and White by Frank Ocean. Your top songs Pink and White, either on or off
JJ Johansson is No Time Yet, Love Song Cure, Me and You, Cassie. Cassie ეს კესი ვაფშე ანუ ორჯერ მაქვს. ხო და მე ესე საბრინა კარპენტერის ფანობა რო შემომტენა რა გონი. სუდი არ არის, მაგრამ რაღაცა ვაფშე არა. ხო. Your top songs. You listen to 45 albums this year. გავიგეთ ეს Frank Ocean-ი. აჰა. Igor. Chili Gonzalez-ის პიანო, ჩემი საყვარელი ერთ-ერთი ალბომი. Skrillex რატო უსმენ ბიჭო? ბიჭო Skrillex აი შე, მაგრამ ეგრე არ უსმენ თან. Просто ну равлили მაქვს რა. აჰა. Frank Ocean is your top artist. ეგ ხო გავიგეთ ბიჭო. Radiohead ამ ყველაფერში. All of you listening made you part of something bigger. Cloud State Society. You're in great company. Global listeners are in your club. მოკლედ, შვენიერია. აი, ხა ჩემი რაპტი. მაინც ჯერ ჩაწერაზე გავუშვა. აუ, გამოვთო მე ჩაწერიდან, თორე ბუნდში თავზე გავუშვა. კარგი ძმაო, აბა მოდი დათო. ერთად თქვა. აბა მოდი. We're ready for you, Niko Goncharov. You listened, we counted. 13,000 რაღაცა. Taste like your comes na ყველას ერთმანეთს. Your top genres: alternative rock, indie rock, classic rock, new wave, art rock. კაია, ნამდვილი ხარ. Your listening age is 78. 78. You listened to 1,300 songs this year. აუ, ნახე ბიჭო. Espresso მაგ მოსმენილი ყველაზე მეჯერ ვერ დავიჯერებ ვერასდროს რა. ბიჭო, Jordi Grips უსმენ ალბომს ყოველ დღე. Sabrina Carpenteri რო გამოვიდა მაშინ თუ რა მე რო აღმოვაჩინე მოვისმინე ერთი კვირა უსმენ. და გასწორე. და ეხლა ანუ თავს კი არ ვიმართლე, ვаш პრობლემა არა. ხო და მაგრა წაიღო რადგან ხე მეუნ მარა. Jordi Grips უსმენ მართლა ბევრად მეჯერ. ვერ გავიგე. მე ბევრად მეც უსმენ, მაგრამ ეგრე დასვა. Your top songs: Espresso, Pink and White. ნახე ახლოს ვარ, ჩემს მეორე ადგილზეა. Carpenteri დავსერჩავ, მე მოусმენ. არა, შენ არ მოусმინე, მაგრამ არ მოგეწონა. არ მომეწონება. Megapopia. Aha, top album is New Sound by Jordi Grip. ისე გირჩევთ ყველას Jordi Grip-ის ალბომს მოусმინოთ, ძალიან მაგარია. Holy Holy-ით დაიწყეთ სიმღერა არის. Aha. Your top albums, ესე იგი New Sound Jordi Grip, Sweet Sabrina Carpenteri, Help, ბიჭო, იტყუება Help-ია. ჩემი ყველაზე ნაკლებად საყვარელი ალბომია Beatles-ის. და მეუნება რომ Help-ი გაქვს ყველაზე მეჯერ მოსმენილი. Help-იდან რაღაც ტრეკები გაქვს მოსმენილი. არც ერთი არ მევასებარი, Yesterday კაია. ძალიან მაგარი. არ მე არ უსმენ და საიუზ აღმოვაჩინე ერთი თვის წინ და როგორ შეიძლება ტოპ ალბომებში იყოს. ბრაზილი. ხო, რაღაცას ატრა. რაღაცას იტყუება რა. ანუ ხო ნუ არ არის ჩემთანაც გულახდილი აშკარად. ჯობია გავიხსენოთ. ან ჩვენ არ ვართ გულახდილები. არა, მე ვაფშე არ მაქვს პრობლემა, ნუ. ისი Billie Eilish-იც მაქვს შემო პლეილისტში და ხო, ხო არ მალო. Your top artists: Beatles, Lemon Twig, Sabrina Carpenter, Beck, Blur. აი Becks და Blurs კაი ხანია. ბიჭო, ხო, მაგრამ პლეილისტში ხო გიგდია შეჭება და ესე რომ ჩართავ და გაუშვებ, ხო? აი მე რა მაქვს ხალხთა რომ ეზარება ქექვა მუსიკის აი ესე დიდი პლეილისტი მაქვს ალტერნატივის აი ესეთი რა ყველაფერისა მე ეგრე მეც მაქვს ძირითადად ეგრე უსმენ ალბათ რავი აი სტუმარი მოდის ვიღაცა ან მეგობა აი პროსტა ჩავრთავ და ეგ ყველაზე ხშირად იკრობა მთელი ეგ პლეილისტი აი ეს ძველის რაც არის რა აი სულ თავიდან ერთი 5 საათიანი არის რა რავი რამდენჯერ არის წელს დაკრული და კიდე მაქვს ცალკე პლეილისტები რომლებსაც აი განწყობის მიხედვით შეიძლება ვიხმარო რა დათო ლოტუსში ჯდები? აუ მე გადავი ძლივს დგები ლოგინიდან. ესე? აქ ჯინსი მიდი ბახა. შპაგატში არ ჩამსვა. შპაგატში არ არის. არა არ შეიძლება მაგას რო აკეთებთ გაუხურებლებ მართლა. იმიტომ გაქვს პრობლემა ხან ხელზე ხან გუმზე ხან იმას. ფეხზე არ მაქვს პრობლემა, ხელზე შეიძლება მაგ. ცალლოტუსში რო ჩავჯდე ეს იჭიმება ამ დროს. არ იჭიმება ჩემთვის არის, ბიჭო, ჩემთვის არის იგივე რომ ფეხზე გადავიდე. ზოგადად აი ხა კონკრეტულად ლოტუსს განსაკუთრებულად მიხება. მე ძალიან გამიჭირდა ლოტუსში ჩავშტო, ანუ ვიჩალიჩე წლები შეჩემება. და მე ნატურალურად ვარჯიში ხო ესე, აი ზუსტად ჰოპ და არც კივად. ბიჭო, იცი რა, მამაჩემი აკეთებდა იოგას. და პატარა რო ვიყავი, უჯდებოდი და რაღაცებს ვიმეორებდი რა და ეთყობა ბავშვობაში, რადგან ჩავჯექი ლოტუსში რა. მერე უკვე პრობლემა აღარ მქონდა. მაგრამ ისეთები, ვისაც არ უცდია და უცბად ჰოპ, შეიძლება დააშტო. ლოტუსში თუ არა, ესე მაინც დავჯდები რა. თავზე რო დადგე შეგიძლია. თავზე, გინა თავზე დაგიდგე. ის ლაივ დავაანონსო თუ არ გინდა. ჯერ არ გვაქვს ლაივი დაგეგმილი რა.
მაგრამ ფიქრობთ ისე ეგეთ რაღაცას. იმდენი რამე. ხო, ვაპირებთ, მოდი დავანოს თუ ანუ ჯერ არ გვაქვს არაფერი გაკეთებული, მაგრამ ვაპირებთ სმუკის ლაივებს. მოემზადეთ მაგისთვის. ოღონდ ლაივი იქნება დაახლოებით იგივე ფორმატის ნაწილი იქნება სტუმართან ერთად. ესე რაღაცა უფრო ორკესტრირებული ხა რა სიმღერებით და რაღაც. ხა არა, ეგ არ გვინდა. რა იქნება ჯერ ჩვენ თვითონ არ ვიცით, მაგრამ გვერწმუნეთ რომ საინტერესო იქნება და სახალისო. ანუ სადაც შეძლებთ მოგწონთ თუ არა? ხო, დაგვიწერეთ თუ გინდა. საერთოდ კომენტარები დაგვიწერეთ, იმიტომ რომ კომენტარები გვეხმარება იმისთვის რომ გავრცელდეს რაღაცნაირად ეგრე მუშაობს, როგორც გვითხრეს ალგორითმი რა. უბრალოდ თქვენი აზრი გამოთქვით რაღაცეებზე. ან დალაიქებას და კომენტარით და ნუ subscribe-ი კიდე მით უმეტეს, ყველა ანუ ამ გავრცელებაში და რაღაც ცოტა დიდ მასშტაბში გაშლაში გვეხმარება და თან ეს live-ს რასაც ვიძახით და გულისხმობთ, ნიშნავს რომ თეატრებში იქნება live-ები რა. შეიძლება მოსვლა დასწრება ბილეთით მოხვალთ. და YouTube-ზე არ დაიდე. აი ვნახოთ უკვე, ჯერ სპეციფიკა არ ვიცით რა, დეტალები არ ვიცით, ამიტომ ნუ ვიტყვით ჯერ ნუ რაფერს. მაგრამ ჩვენი ახალი სპონსორი გვეხმარება ამის განხორციელებაში, ბეტსონი, ნეტსონ სპორტი და მართლა რა მაგარი ტელევიზორია. ქალბატონებო და ბატონებო, მე მგონი ამ ხიარულ ნოტაზე შეგვიძლია დავასრულოთ ჩვენი დღევანდელი გადაცემა. მადლობა, გვიყვარხართ, გჭირდებით. არ დაგვივიწყოთ, დაგვიკომენტარეთ, გამოგვიწერეთ და გამოგზავნეთ თქვენი სიყვარული. გადაცემას ნუ ეძახი ეპიზოდი ქვია. ეპიზოდი. Peace and love, როგორც Ringo Starr იტყოდა.